ახლა კი კვლავ ვუბრუნდებით უმაღლეს საბჭოს, სადაც რიგარეშე სესია კონკრეტული შედეგით დასრულდა. ბოლო მონაცემებით პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზზე ჩვენი ჟურნალისტი სულხან მესხიძე ისაუბრებს. სულხან, გისმენთ? დიახ, თამილა, დეპუტატებს შორის თითქმის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დიქს მიუახლოვდა, სადაც ავთანდილ ბერიძემ სტომათა დარბაზი დატოვა რეგლამენტის თანახმად. Thomas ყველაზე უხუცესი წევრი დაიწყო. Ამ შემთხვევაში ყველაზე უხუცესი საბჭოში მედია ბასაძე აღმოჩნდა. მან დარჩენილ საკითხებს კენჭი უყარა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძე აირჩიეს. ხტომა ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენ ადგილზე ვrჩებით დამატებითი დეტალები უკვე შემდგომ გამოშვებებში. თამილა. სულხან, ავთანდილ ბერიძემ რა მიზეზით დატოვა ხტომა და რატომ შევახსენოთ მაყურებელს, რატომ მიიღო ავთანდილ ბერიძემ ეს გადაწყვეტილება? ავთანდილ ბერიძეს ხტომის დატოვების შემდეგ მედია საშუალების წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი მან საკანონმდებლო ორგანოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა, ჩვენ კი მათთან კომენტარის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ამ წუთებში რა საკითხებს განიხილავენ დეპუტატები? ამ წუთებში ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხზე პროცედურული საკითხების გავლა მიმდინარეობს. მადლობა სულხან, მაყურებელს შევახსენებ, უმაღლეს საბჭოდან ჩვენი კორესპონდენტი სულხან მესხიძე საუბრობდა და ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე ყავს ვიცე-სპიკერი, დეპუტატებმა ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დაამტკიცეს.